ყველას საფეხბურთო სალამი. 2025 წელი დადგა ხუჩა კვარაცხელიას გარშემო კი საინტერესო თემები არ ჩერდება. მოგეხსენებათ მან მსოფლიო გააოცა თავისი თამაშის სტილით, მონდომებით და შრომით მწვერვალებს მიაღწია და ახლა მისთვის გრანდები იბრძვიან. სწორად ეს იქნება ჩვენი დღევანდელი ვიდეოს მთავარი თემა. სურველი გუნდები არიან მანჩესტერ იუნაიტედი, ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი და ლივერპული. ჩვენ კი გავაკეთებთ ანალიზს, რომელ გუნდში მოხვედრის ალბათობაა ყველაზე მაღალი და ასევე თითოეულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში პლუსები და მინუსები. რადგან ისტორიამ გვაჩვენა, რომ გრანდში ტრანსფერმა შესაძლოა ახალი ეპოქა შექმნას. თუმცა არის მაგალითები, როდესაც არასწორმა ტრანსფერმა არასწორ დროს ფეხბურთელის კარიერაც დაასრულა. ეს არის არხი Futvision. დავიწყოთ. ბარსელონა დიდი ისტორიის მქონე გუნდი, რომელსაც უამრავი თასი აქვს მოგებული. კლუბი, რომელშიც ლეგენდები მუდმივად თამაშობდნენ. კრუიფი, რონალდინიო და მესი ამის დასტურია. ბარსელონას ნებისმიერი შემადგენლობა ყოველთვის ძალიან ამბიციურია, რასაც ასევე პლუსებში შევიტანდი. რეალთან და ატლეტიკოსთან ერთად ლა ლიგის ტოპ გუნდია ყველა სეზონში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგა გარანტირებულია. ესპანეთში ადაპტაციის გავლა ხუჩას წესით არ უნდა გაუჭირდეს. იტალიური ფეხბურთი ბევრად დაცვითია. ხუჩას წინააღმდეგ მუდმივად სამი ფეხბურთელი თამაშობს. ესპანურ ლა ლიგაში ეს პრობლემა ასეთი ხშირი წესით აღარ იქნება. თანაც ლიგაში კონკურენცია უფრო სერიოზული და მასშტაბურია. რამდენად სჭირდება ხუჩა კვარაცხელია ბარსელონას? ძალიან. ქართველი ვინგერი ძალიან სჭირდება გრანდს. მათ უკვე ყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, საუბარი ლამინ იამალზეა, რომელიც მარჯვენა გარემარბად თამაშობს. წარმოიდგინეთ, ფრთებზე კვარაცხელია და იამალი. ეს რაღაც საოცარი ფეხბურთი იქნება, დიდი სანახაობა. თან ფლიკი კარგი მწვრთნელი და ხუჩას ბევრ რაღაცას ასწავლიდა, რაც ასევე კარგია. მინუსებიდან ისაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ლაპორტას მეთაურობით და ქვევით არც ისე კარგები არიან. მათაც ბევრი უაზრო გადაწყვეტილება ახასიათებთ, როგორც აურელიო დე ლაურენტის, ასევე ფინანსური მხარე, რომელიც ნელ-ნელა ლაგდება. ხუჩათი რომ დაინტერესებულია ბარსელონა, ეს დიდი ხანია ვიცოდით, მაგრამ ამ ინტერესს ყოველთვის მოსდევდა ერთი პრობლემა, რომელიც თანხებს ეხებოდა. ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო გაყიდონ, ასევე ფრენკი დე იონგი და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელი, რაც ჩემი აზრით ბარსასთვის ცუდია, თუმცა გამოჩნდება ფინანსები კვარაცხელიასთვის. ამ ტრანსფერს მე პირადად შევაფასებდი 5-დან 4 ვარსკვლავით, რადგან ვერ ვხედავ სტაბილურობას ბარსელონაში, შესაბამისად გარანტიები არ გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად წავა. ასევე კომენტარებში თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს ტრანსფერი. მე კი სანამ შემდეგ გუნდზე გადავალ, თხოვნა მექნება ვიდეო და ალაიქოთ. ავიდეთ 2500 მოწონებაზე და მსგავსი ტიპის ვიდეოები ხშირად გამოვა. შემდეგი გუნდი პარი სენ-ჟერმენი გახლავთ. რადგან ახლაც კი ამ წამს, როდესაც უსმენთ ამ ვიდეოს, ამ ტრანსფერის ამბები არ გაჩერებულა. ჯანლუკა დიმარციოს თქმით, ნაპოლი მზადაა კვარაცხელია 80 მილიონად დათმოს. ბარსელონასგან განსხვავებით ფინანსები ამ კლუბისთვის პრობლემა საერთოდ არაა. არაბული საფულე ყველანაირ საქმეს აგვარებს. თანაც გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ქართველის დამატება ძალიან სურს. საკითხი უფრო სხვა ამბავშია. რამდენად კარგი იქნება კვარასთვის ეს ტრანსფერი? რამდენად განვითარდება ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ ლიგაში? პარიზელებსაც სრული დომინაცია აქვთ ლიგა 1-ში, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს მისცემს ხუჩას და ბარსელონას მსგავსად, აქაც ბევრმა ლეგენდამ ითამაშა. ოღონდ აქ არის ერთი მაგრამ. ეს ლეგენდები პარიზში ფულის საშოვნელად უფრო ჩადიოდნენ. ზოგი კარიერის ბოლო წლებს ატარებდა და ასე შემდეგ. პარი სენ-ჟერმენი ვერ არის ისეთი ამბიციური, როგორიც ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედია. სამაგიეროდ კვარაცხელია საკმაოდ კარგ თანხებს მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ბევრ გოლსაც გაიტანს როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლიგა 1-ში. თუმცა არის თუ არა ეს ყველაფერი ის, რაზეც ქართველი ბავშვობაში ოცნებობდა? ფიქრობ პასუხი ნათელია, რა თქმა უნდა არა. კარგ ფეხბურთელს და მით უმეტეს ფეხბურთელს, რომელსაც ისტორიაში სურს შესვლა, სჭირდება მუდმივი გამოწვევები. ფიქრობ პარიზი ამისთვის საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არაა. შეიძლება ვცდებოდე და ახლა მართლაც ახალი ერა იწყებოდეს პარიზში, რადგან ნათელია, რომ კომპიუტერული ფეხბურთის სიმულატორს აღარ თამაშობენ და გუნდს მხოლოდ ვარსკვლავებით აღარ ავსებენ. ბოლო დროს პარიზელები ცდილობენ ფეხბურთელები არა სახელით, არამედ საფეხბურთო უნარებით აირჩიონ. თუ პარი სენ-ჟერმენს განვიხილავთ როგორც დროებით პუნქტს, გამოცდილების დასაგროვებლად ლუის ენრიკესგან სასწავლებლად და შემდგომ გადასვლას უფრო დიდ მასშტაბებზე, 1-2 სეზონის მანდ-გატარება და ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად ფულის შოვნაც არ იქნებოდა ურიგო. თანაც კვარასთან ერთად მათ ვიქტორ ოსიმენის დამატებაც სურთ და შესაძლოა KO დუეტი კიდევ ერთხელ ვიხილოთ, რაც ძალიან მაგარი და ისტორიული იქნება. მე ამ ტრანსფერს 5-დან 3 ვარსკვლავით შევაფასებდი, გამოწვევების და ამბიციების ნაკლებობის გამო. როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა პარიზში გადაბარგება? გელოდებით კომენტარებში.
შემდეგი ჩვენ სიაში ლივერპულია. გრანდი პრემიერ ლიგიდან, რომელშიც შემდეგი სეზონიდან სხვა ქართველი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. ეს არის დაბალანსებული გუნდი, სადაც არც ფინანსური პრობლემაა, არც ამბიციის ნაკლებობა, თანაც გუნდში თანამემამულის ყოლა სასარგებლოა, მათთვისაც და ზოგადად ნაკრებისთვისაც. ცნობილი გახდა, რომ ლივერპულის მთავარი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი შემდეგი სეზონიდან გუნდს დატოვებს, რაც კვარაცხელიას ლიდერობის ათვისების საშუალებას მისცემს. წინათ ჩამოთვლილი ლიგებისგან განსხვავებით პრემიერ ლიგაში ადაპტაცია შედარებით რთული იქნება და შესაბამისად რისკებიც არსებობს. თუმცა ზოგჯერ ცხოვრებაში რისკების აღება გვიწევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ადგილის ტკეპნა მოგვიწევს. ვერავინ წარმოიდგენდა ვერც იმას, რომ კვარაცხელია ნაპოლიში გადავა და სკუდეტოს მოიგებს. გახდება სერია 100 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. მაგრამ მან ეს გააკეთა. კარგია თუ ახლაც იქნება ეჭვები მასთან დაკავშირებით, რადგან რაღაცის დამტკიცებას და საკუთარი მიზნის ასე მიღწევას უფრო კარგი გემო აქვს. არნე სლოტი საკმაოდ კარგი მწვრთნელია და ვფიქრობ ხვიჩა მასთან ძალიან მოუმატებს. ისტორიით ლივერპული სხვა გუნდებს არ ჩამოუვარდება, ამიტომ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება სწორედ ლივერპულში გადასვლა. თუმცა პირადად მე ვერ ვხედავ ხვიჩას ლივერპულის ფორმაში. ვერ ვხედავ იმ სურათს, სადაც კვარაცხელია ლივერპულის ფორმით ჩემპიონთა ლიგის თასს წევს. ბარსელონასა და ლივერპულს შორის მე პირადად კატალონიურ გრანდს ავირჩევდი. ლივერპულის მთავარი პლუსი გიორგი მამარდაშვილის შემადგენლობაში ყოლაა, რომელზეც მალე დიდ და საინტერესო ვიდეოს გავაკეთებ. მსგავსი ვიდეო კვარაცხელიაზეც გავაკეთე და 9 მილიონი ნახვა დააგროვა. ამიტომ თუ რაიმე მიზეზის გამო არხი გამოწერილი არ გაქვს, გამოიწერე რათა არ გამოტოვო გიორგი მამარდაშვილის ანთოლოგია. კარიერული გზა, ოჯახი, შემოსავლები და მრავალი საინტერესო რამ. თუ არხი უკვე გამოიწერე, დიდი მადლობა. ვაფასებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასე გვერდში გვითგას. ტრანსფერს რაც შეეხება, 3 და 4 ვარსკვლავს შორის ვფიქრობ. დაწერეთ თქვენი აზრები ლივერპულში ტრანსფერთან დაკავშირებით. და ბოლო გუნდი, რომელსაც განვიხილავთ, არის მანჩესტერ იუნაიტედი. ასევე პრემიერ ლიგის გრანდი და ერთ დროს მთავარი დომინანტი პრემიერ ლიგაში. უზარმაზარი ისტორია და დიდებული ფეხბურთელები, რომლებმაც ფეხი სწორედ წითელ ეშმაკებში აიდგეს. შემდგომ ზოგმა ასახელა გუნდი, ზოგი კი სხვა კლუბებში გადავიდა. მანჩესტერ იუნაიტედი ბოლო დროს ისეთი ძლიერი ვეღარაა. ჩემი პირადი აზრია, რომ ეს განაპირობა ცუდმა ხელმძღვანელობამ, არასწორად შერჩეულმა მწვრთნელებმა და ტენ ჰაგმა ჩემი აზრით მანჩესტერის ჩაძირვას ყველაზე მეტად შეუწყო ხელი. ურთიერთობას რო არეw რონალდუსთან, რომელმაც წინა სეზონში ბომბარდირთა დავაში სალაჰთან და სონთან ერთად ტოპ 3 გაიყო. პირდაპირ მნიშვნელობით ზურგზე ართრია გუნდი და აკამბექა Young Boys-თან მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. არაფრით ჩამოუვარდებოდა ახალგაზრდებს და იმის გამო გააშავეს, რომ შვილის გარდაცვალების გამო გამოტოვა წინა სასეზონო ღონისძიებები. გავარტყი ყველანაირ ღონისძიებას თუ ოჯახში მსგავსი ტრაგედია მოხდა. ხვიჩასთვის ვფიქრობ, მანჩესტერი სახიფათო კლუბია. მეშინია ჩელსი და მუდრიკი არ განმეორდეს. მანჩესტერ იუნაიტედი არის კლუბი, რომელიც რეალის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარს და რა თქმა უნდა გამიხარდებოდა ეს ტრანსფერი. თუმცა ძალიან არასტაბილური და ზედმეტად სარისკოა ეს ტრანსფერი. კლუბის ახალი მწვრთნელი ჯერჯერობით მომწონს და სიტუაციის გამოსწორების მჯერა, მაგრამ ამ ტრანსფერს მე პირადად პარიზის მსგავსად 3 ვარსკვლავს დაუწერდი 5-დან. დაწერეთ კომენტარებში თუ მეთანხმებით ან პირიქით არ მეთანხმებით. საინტერესო იქნება თქვენთან დისკუსია. ღირს თუ არა კვარაცხელიას მანჩესტერში გადასვლა. ხვიჩას მიმართ მცირე ინტერესი ჩელსის, მანჩესტერ სიტის და სხვა კლუბებსაც აქვს. თუმცა დღეს ეს 4 კლუბი განვიხილეთ. იმედია მოგეწონათ და ალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ყველას მშვიდობას და მიზნების მიღწევას გისურვებთ. მე კი გემშვიდობებით და აბა წარმატებები.